ბურთი დაბერილია. ახლა შეგიძლია რამდენ ხანზეც მოგვინდება იმდენ ხანს ვითამაშოთ ფეხბურთი თუ რა თქმა უნდა, ტრაკმა ისევ არ დააბიჯა. იმ ღრუბლებს შეხედე პიტერ დიდად არ მომწონს. კარგი რა, წვიმამ შეგაშინა? რა თქმა უნდა არა. Boom! ბიჭებო, სიმართლე გითხრათ, ბავშვები ვით იქცევით? ეგ არაფერი. მალე პეტია და კატია მოვლენ და ვითამაშებთ. როგორც ჩანს სიწვიმებს. არ ინერვიულო, მალე გადაიღებს. ზერ, შეგიძლია აფრინდე და ნახო მალე გადაიღებს თუ არა. გაჩერდით! ახლა გაჩერდით! იქ ზევით! ზერ, რა დაგემართა? არა, ხო, ზევით ტორნადოა ტრიალებთ და გზად ყველაფერს ანადგურებს. თანაც პირდაპირ აქეთ მოდის. აქეთ! ლაბირინთი უნდა დავმალოთ, რომ ტორნადომ არ დააზიანოს. აუცილებლად, მაგრამ ჩვენი მეგობრები? მათ რა ელოდებათ? ნუ გეშინია, პეტიას და კატიას აუცილებლად ვიპოვით. დროულად გავაფრთხილებთ. პეტია, კატია, გესმით? უსაფრთხო ადგილას დაიმალეთ. ტორნადო გვიახლოვდება. ჩვენს თქვენთან მოვალთ. თქვენს ადგილს სამყოფელს ვნახავთ, ახლა კი იჩქარეთ. აკარიან. სწრაფად ტორნადო მალე აქ იქნება. პეტია, ბები უნდა გავაფრთხილოთ. მისი მეზობლებიც. რა კარგია რომ შევხვდით. ტორნადო გვიახლოვდება. უსაფრთხო ადგილას უნდა დაიმალოთ, მაგალითად სარდაფში. წავიდეთ. რა საშინელი ქარიშხალია. ჩვეულებრივი ქარიშხალი არ არის ბებია, ტორნადოა. წამოდი სარდაფში დავიმალოთ. იბოლიც მოვიყვან. კიტი, ახლა სადგაქრა ეს კატა. შენი აზრით უკვე სარდაფშია? მაშინ ჩვენც დავიმალოთ. კატა საფრთხეშია. უნდა დავეხმაროთ. ტურბოზავრებო, წინ! გამაგრდით. სახლი წესრიგშია, მაგრამ ბეღელი დავკარგეთ. ო, ამ არეულობის დალაგებას დიდი დრო დასჭირდება. არა მგონია, ხომ ასეა, ბულ. მართალია, თორ. მე და ანკი ყველაფერს უცებ გავაცუფთავებთ. თორ და დო. თქვენ მიწა მოასწორეთ. ტრაკ, შენ მასალები შეაგროვე და ბეღელი ააშენე. ზერ? მე შემიძლია ბეღლის აშენებაში დავეხმარო. ტრაკს მითითებებს მივცემ. გირჩევნია არც სადო. მაშინ არაფერს არ გავაკეთებ. ბოლოს და ბოლოს დაღლილი ვარ. გადავარჩინე და კინაღამ ტორნადომ წამიღო. კარგი, შენ დაისვენე. ტურბოზავრებო, წინ!
შეხედე. ტორნადომ ვერაფერი დაგვიშავა. ო, მგონი ასეა, მაგრამ დაბნეული ვარ. მახსოვს, რომ ჩვენი ფეხელი უფრო პატარა იყო. ჩემი აზრით, ზუსტად ისეთივეა, ბებია. მე საერთოდ ვერ ვხედავ განსხვავებას. აი კიდევ ბოთლი. მოდი პირველი ვინ მიირბენს. ეს ბოთლი ჩემია. თვითონ თქვი იმისია, ვინც პირველი აიღებსო. ახლა ბოთლი ჩვენია. ჩვენ უფრო მეტ პლასტიკს შევაგროვებთ და აი ამას მოვიგებთ. პრიზი დიდი თავგადასავალია. სამწუხაროა, რომ მეორე ადგილზე გასულებს პრიზი არ შეხვდებათ ნახვამდის. შენც იმას ფიქრობ, რასაც მე? რა თქმა უნდა, დაგეხმარებით, საინტერესო ჟღერს. გზებიც უფრო ლამაზი გახდება. ჭუჭყიანი ქუჩები არ მიყვარს. ეს ძალიან მარტივია. მე კი მიყვარს, როცა მარტივადაა ყველაფერი. შეიძლება ჩვენც ვითამაშოთ, როცა გაიმარჯვებთ. რა თქმა უნდა, ყველანი ვითამაშებთ. მე ზევიდან დავათვალიერებ. სად არის პლასტიკი? აქ მოიტანეთ, მე ფერების მიხედვით დავაწყობ. ტურბოზავრებო წინ! პლასტიკი ნაპოვნია. მედითორ. გაგვიმართლა. აქ უამრავი პლასტმასის ბოთლია. რა მაგარია. აქ უამრავი პლასტმასის ნივთია. ანკი ისვრის და მიზანში ხვდება. რა ლამაზია, როცა ქუჩები სუფთაა. შეხედეთ. სამწუხაროა, რომ ბანანის ქერგს არ ვაგროვებთ. ეს საკმარისი იქნება, რომ მოვიგოთ. აქ რა მოხდა? ყველაფერი დანგრეულია. არა და რა კარგი მოედანი იყო. რაღაც უნდა მოვუხერხოთ. აბა, შეძლებთ ამის გაკეთებას. ო, მაგრამ მთელი პლასტიკი დაგვეხარჯება, რომელიც შევაგროვეთ. და სათამაშო მოწყობილობას ვერ მოვიგებთ. მაგრამ იმას მხოლოდ ერთი ადამიანი ითამაშებს. საბავშვო მოედანზე კი ყველა შეძლებს თამაშს. მაშინ მოდით, სწრაფად ავაშენოთ. ეს ყველაფერი ბაზაზე წაიღე. იქ გადავამუშავებთ. მაგარია. გადამუშავებული მოედანი გადამუშავებული მოედნისგან. ფოტო ინტერნეტში გამოვაქვეყნე. მალე აქ ბავშვები მოვლენ.
შესანიშნავია ტურბოზავრებო, ჩვენი წასვლის დროა. ითამაშეთ ბავშვებო. ასე რა გიხარიათ? წაგებას აღნიშნავთ უიღბლოებო. თავარი პრიზი ჩვენ მოვიგეთ. თქვენ პლასტიკის შეაგროვეთ, რომ სათამაშო თქვენთვის მოგეგოთ. ჩვენ კი პლასტიკი ამისთვის შევაგროვეთ. და ყველას შეუძლია აქ თამაში. ახლა ვინ არის გამარჯვებული? გამომართვი, შენი თამაშე. მე კი გორაკზე გავიქცევი. ეც დამელოდეთ. დაგვეციე. Au! უკვე ადგომის დროა? ჩვენ ქალაქში მივდივართ, ჩვენთან ერთად წამოხვალთ? მე წამოვალ ქალაქში. იქ არასდროს არ ყოფილ ვარ. ამბობენ ძალიან საინტერესოა. არ შეიძლება ტრაკ. შენ ვერ წახვალ ქალაქში, ძალიან დიდი ხარ. დიდი ხარ და დიდკბილა. იდეა მაქვს. შეუძლებელი არაფერია. ტრაკ შეუძლია დინოზავრების მუზეუმის ექსპონატად მოაჩვენოს ხალხს თავი და ჩვენთან ერთად წამოვიდეს. ვაშა, ექსპონატი ვიქნები. Oh. Ara. How? იქნებ სანამ ქალაქამდე ჩავალ ტრაკმა თვითონ იაროს. ტრაქს არ სალია. სამუზეუმო ექსპონატის როლის რეპეტიციას გადის განაგრძე? იქნება ასე, ვითომ მივრბივარ. არა, არ გამოვა. მეტყველი თვალები არ გაქვს. ეს სულ სხვა საქმეა. წავედით. ეს ავტოსამრეცხაოა, თუ არავინ არ იქნება წყალსაც დავლებთ. ცხელა, ახლა ცივწყალს დავლებდი. მეღიტინება. კარგია, ოღონდ ბევრი კაფეა. მარჯვნივ გაიხედეთ, თქვენ წინ სასურსათო მაღაზია, მარცხნივ გაიხედეთ, თქვენ წინ ფოსტაა. ეს კი შუქნიშანია. ფოსტა. შუქნიშანი. გმადლობთ მეგობრებო, უთქვენოდ ამ ქალაქს ვერ ნახავდი. გაჩუმდი. აქ ახალსახს აშენებენ დღეს კვირაა და არავინ არ არის, მაგრამ აინც არ წავალთ, ეს სახიფათოა. სამუზეუმო ექსპონატი. ხელით არ შეეხოთ. მას რა, ღიტინის ეშინია? მე არაფრის არ მეშინია. პაპუა. მაპატიეთ, შემთხვევით მომივიდა. რა უმსგავსობა? მოლაპარაკე ექსპონატები ადამიანებს თავს ესხმიან. იჩივლებთ, ოღონდ ამოსვლაში დამეხმარეთ. ანკი, გთხოვ, დაეხმარე.
კაბინაში არავინ არ არის. ამწე კი მოძრაობს. რაღაც მოხდა. ახლა ამწე ჩამოვარდება. ამას არ დავუშვებთ. ანკი, გაუჭი დაიჭირე. თორ, საყრდენები დააყენე. ტრაკ, არ მისცე საშუალება რომ ჩამოვარდეს. ზერ, თვირთს ადევნე თვალი, ტურბოზავრებო წინ! ფრთხილად, ტრაკ! გმადლობ რომ გამაფრთხილე. ტურბოზავრებო, სამთვლაზე ერთად. 1, 2, 3. კარგად იმუშავეთ, ტურბოზავრებო. სახლში წასვლის დროა. ისევ მომწყურდა. იქნება ავტოსამრეცხაოზე შევიაროთ. მეხიტინება. დილის 10 საათისთვის არ შევთანხმდით? ალბათ დაეძინათ. ჩვენც მოვედით. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამეცადინოდ მზად ვართ. კი, მაგრამ მე რა უნდა გავაკეთო სანამ თქვენ იმეცადინებთ? გზებზე არ მოძრაობ, ჩემი სტიქიაც არის. ეს მეცადინეობა არ მჭირდება. ეს მეცადინეობა ყველა სჭირდება. ქვეითად მოსიარულეებსაც. მართლა? კარგი. ხანდახან ქვეითი ვარ, იშვიათად. დღეს საგზაო ნიშნებს ვისწავლით. კატა ნიშანს გაჩვენებთ. თქვენ კი უნდა გვითხრათ რას ნიშნავს. დაშვებულია მოძრაობა მხოლოდ პირდაპირ. სწორია? ქვეითთა გადასასვლელი. ხო. დიდი ამბავი. ეს ხომ ძალიან ადვილია. რაც ნიშანზე ხათია, იმას ნიშნავს. შემდეგი მე ვიქნები. მე ვარ. წინ დიდი ღობეა. არ არის სწორი. ეს ნიშანი შლაგბაუმის მქონე სარკინიგზო გადასასვლელს აღნიშნავს. დიდი ამბავი, ცოტა შემეშალა. თქვენ აქ იმეცადინეთ, მე კი ცოტას ვიფრენ. ნიშნებს პტეროდაქტილის ფრენის სიმაღლიდან შევისწავლი. კი ბატონო. კატა, გააგრძელე. რა საყვარლები არიან? ეს ნიშანი იმას ნიშნავს, რომ გზაზე შეიძლება გამოვიდნენ იხვები. მაგრამ ირემია დახატული. მე მიფრინავდი. გზაზე იხვი და იხვის ჭუკები გადადიოდნენ, მათკენ კი ავტომობილი მოკრო და მე ყველა გადავარჩინე. ყოჩა, ხსერ, ნამდვილი გმირი ხარ. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ იხვებისთვის და სხვა გარეული ცხოველებისთვის გზაზე გადასვლა უსაფრთხო იყოს. იდეა მაქვს. ეს გზატკეცილია. გზის პირას საყრდენებს დავდგამთ. მათ დავადებთ გადასახურავს და მივდგამთ დახრილ, ასეთი რაღაცებია რა. პანდუსები, მათ პანდუსები ეწოდება. ზევიდან შეგვიძლია მიწა დავაყაროთ და ბალახი დავრგათ. და ეკოლოგიური გადასასვლელი გამოვა. ჩვენს დღეში რამდენიმე წაქცეული ხევნახე, მათგან მშვენიერი საყრდენები გამოვა. და პანდუსები. რა ლამაზი სიტყვა? პანდუსი? ეს ხეები ტყეში უნდა ვიპოვოთ და ტოტებისგან გავწმინდოთ. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ტურბოზავრებო, წინ!
ჯერ უნდა დავდგეთ ნიშანი საგზაო სამუშაოები. სწრაფად ვიზამ. ზერ, დო, გზასადევნე თვალი. ვინმე თუ გამოჩნდება, გაგვაფრთხილეთ. ვინმე თუ გამოჩნდება, ვიცი რაც უნდა გავაკეთო. თორ, შენ მიწაში ხვრელებს გაბურხავ. ტრაკ, შენ ამ ხვრელებში საყრდენებს ჩადებ. ანკი, შენ ტრაკს მორებს მიაწვდი გადასახურავად. ბულ, შენ გადასასვლელს მიწას დააყრი. ტურბოზავრებო წინ! რა კარგი ხიდია. ხვალ თესლს მოვიტან და მასზე ბალახს დავრგავთ. შეიძლება სანამ ვერავინ ვერ მხედავს, ამ ხიდზე გავისეირნო. რა თქმა უნდა, შეიძლება. შესანიშნავი კადრები გამოვიდა, მაგრამ რაღაც აკლია. რას გულისხმობ? ირმის ნახატიანი საგზაო ნიშანი აკლია. აქ ხომ გარეული ცხოველები გადავლენ ხოლმე. ყოჩაღზერ, მართალი ხარ? გზავრობა ბებიასთან ერთად. ფედერალური გზატკეცილის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები, ამის გამო ყველა გზა გადატვირთულია. კარგი რა. ბებია, რა მოხდა? კბილი ამტკივდა. სასწრაფოდ ექიმთან უნდა წახვიდე. ავტობუსზე დამაგვიანდა. გზებზე კი საცობებია. ახლა ვეღარ სადაც ვერ წავალ. ბები, არ ინერვიულო. ექიმთან მისვლას მივასწრებთ. შესანიშნავია, ძალიან კარგია. ახლა უარესია, მაინც კარგია. ძალიან ნიჭიერი ხარ. ჩვენს ბებიას დახმარება სჭირდება. სასწრაფოდ ქალაქში უნდა წავიყვანოთ ექიმთან. სწრაფად მივიყვანთ და კომფორტულად. თქვენი მფრინავი ნავიგატორი ყოველთვის მზად არის. ეს როგორ ხდება? ქალაქში მიდიხართ? გასაგებია. და მანქანას ვინ წაიყვანს? ჰო, მართლა, მანქანას ვინ წაიყვანს? არ ინერვიულო, ბებია, მანქანა თავისით იმართება. რას არ მოიფიქრებენ? არანაირი პრობლემა არ იქნება, უბრალოდ მე გამომკევით. კარგი რა, და შენ ხარ მზვერავი? არანაირი პრობლემა არ იქნება. შესახვევიდან არ ჩანდა. არანაირი პრობლემა არ იქნება. უბრალოდ დახმარება გვჭირდება. ხომ გითხარით, საგზაო სამუშაოები, საცობები, კბილი. არ ინერვიულო, ბებია. ახლა ყველაფერი მოგვარდება. ჩამოდი, ჩამოვარდები.
პრობლემა გვაქვს. საწობებია, გზაზე ორმოა, ბებიას კბილის ტკივა. მეგობრებო, თქვენი დახმარება გჭირდება. ტურბოზავრებო, წინ! ბულ, შენ ქვიშას ჩამოყრი, თორ, შენ კი თხრილს გათხრი. ტრაკ, შენ გზიდან ამ მილებს მოაშორებ და თხრილში ჩადებ. ანკი, შენ მილებზე ბეტონის საფარი უნდა გააკეთო. დავიწყეთ. წინ! არა. აი ეს მომწონს. ვაშა! წინ! შესანიშნავი მანქანა. ბავშვებო, ეს ჩემი საფირმო თაფლის ტორტია. ვაშა! რა საინტერესოდ ვიმოგზაურეთ კბილის ექიმთან? და კბილიც აღარ მტკივა. რა საყვარელი ვარდისფერი მანქანა იყო. ალო, ავტოფარეხია? ხვალ თვითმართვადი ტაქსი გამომიგზავნეთ. ვარდისფერი. რა თქვი? რა? იპოლიტ! არ მოგბეზრდა? რა თქმა უნდა, არ მობეზრდა. ის ხომ ბებიას გავს. რას გულისხმობ? იცი? ყოველთვის ვოცნებობდი რბოლაში მიმეყო მონაწილეობა. მართლა? და რომელი ადგილი დაიკავე? არაფერი არ გამომივიდა. ძრავა თითქმის სტარტისთანავე ჩამიქრა. ახლა ჩემთვის რბოლაში მონაწილეობა რა თქმა უნდა მეტის მეტად გვიანია. მომდევნო კვირას ქალაქში რბოლა ჩატარდება. ვიცი? მოდი ბებიას სიურპრიზი გავუკეთოთ. რბოლაში მივაღებინოთ მონაწილეობა. მანქანა? დო დავითანხმოთ. და როგორ ავუხსნათ თვითონ რატომ მოძრაობს? რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ნამდვილი რბოლა იქნება? სხვა მანქანებს შევეჯიბრები? მართლა? ჯერ არ ვარ მზად. მე ვიქროლებ და ვიბრწყინებ. ბებია კი საჭესთან იქნება. მაშინ იმის თქმა მოგიწევთ მისთვის ვინ ვარ წინამდვილეში. მეგობრებო, გპირდებით რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს. ბებია უბრალოდ მანქანაში ჩაჯდება, ის თავისით წავა და ბებიას არ გაუკვირდება. სწორედ ასე იქნება. ნახოთ ეს როგორ გამოგივა. არ ვიცი. რა აქვს განსაკუთრებული? მოგესალმებით, თქვენი მანქანა მზად არის ექსპლუატაციისთვის. საგზაო დაფარვა სტანდარტულია, მეტეოროლოგიური პირობები სტანდარტულია, მაგრამ მოსალოდნელია ნალექი. ის ლაპარაკობს? და შენი ბრძანებები ესმის? შენ თვითონ დარწმუნდი? ახლა დოს ვერაფერი შეუშლის ხელს გამარჯვებაში.
იმედია სარბოლო ტრასა არ დაზიანდება. დილით შევამოწმოთ. ნუ თუ ბები არ ბოლის გარეშე დარჩება. რა თქმა უნდა არა. ტურბოზავრები დაგვეხმარებიან. რას ამბობთ? რა თქმა უნდა ყველაფერს შევაკეთებთ. ტურბოზავრებო, წინ! ანგი, შენ ტრიბუნებს წამოიღებ და ადგილზე დადებ. ტრაკ, შენ საბურავებით შემოღობვას მიხედე. მე ტრასას აღვადგენ. თორ, შენ კი მას გაასწორებ. დო, შენ საფარის ხარისხს შეამოწმებ. ზერ, აქ ვარ. შენ მონიშნებს და ფინიშის ზოლს აღადგენ. ბაშა! რბოლაში გავიმარჯვე. გიყურეთ. ბაშა! ახლა მხოლოდ ერთი აუხტენელი ოცნება დამრჩა. რა ოცნება? მინდა კოსმოსში გავფრინდე. რა იყო? იქნება ასეთივე სასწაული რაკეტა გამოჩნდეს ავტოპილოტით. შეიძლება ოდესმე გამოჩნდეს კიდეც. ძალიან ლამაზი ვარ, ასე არ არის? მოიცადეთ, რაღაც მოხდა. ბებია, ბიბლიობუსი მოვიდა. ამჯერად რომელი წიგნი წამოგიღო? მეკობრეებზე? ზღაპარი? იქნებ კოსმოსის ისტორია. კარგი ვნახოთ, რა აქვს ჩვენთვის ბიბლიობუსს. გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? შეგიძლიათ ჩრდილში დაისვენოთ. რამდენი სხვადასხვა წიგნი აქვს? რა არჩიე? ჩემი საყვარელი სერია საბავშვო დეტექტივები. ასეც ვიცოდი. რა ხდება? ბებია! ბებია! ბიბლიობუსი დაგორდა. ბებია, გააჩერე, გააჩერე. ავტობუსი უნდა შევაჩეროთ. ტურბოზავრებო, წინ! დო, შენ ყველაზე სწრაფი ხარ. კატია და პეტია წამოიყვანე. ჩახდით.
კარგია, მას დავეციეთ. შემდეგ რა ვქნათ? იქნებ კართან ახლოს მივიდე, ბებია კი ჩემთან უკანა სავარძელზე გადმოხდეს. დო, ბებია სწრაფად მიმავალი ავტობუსიდან ვერ გადმოხდება. მართალი ხარ. ეს სათადარიგო გეგმა იქნება. არა, ეს ნამდვილად არ მოხდება. შეხედე, ზერი აქ არის. ზერ, ფრთხილად! მე ზუსტად ეს მინდოდა. ო, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ბიბლიობუსის გაჩერება გვინდა და დახმარება გვჭირდება. დახმარება უკვე გზაშია. შეხედეთ, გზა მთავრდება. სანამ ავტობუსი დაღმართზე მოძრაობს, მას ვერ შევაჩერებთ. შეუძლებელი არაფერია. ახლა თუ ვერ გავაჩერებთ, ვაიძულოთ ზევით იმოძრაოს. შესანიშნავი იდეა, სერ. ტრაკი და ანკი იპოვე. მათი დახმარება გვჭირდება სასწრაფოდ. თორ, 30 გრადუსიანი დაქანება გვჭირდება. ტრაკ, შენ აღმართი უნდა გაასწორო. მე კი ვეცდები ავტობუსი გადასახვევისკენ მივმართო. დიდი მადლობა რომ მოხვედით. ვფიქრობ აი ამ წიგნებს ავიღებ იპოლიტისთვის და სატვირთოების მხიარულ თავგადასავლებს, თუმცა მოლაპარაკე სატვირთოები რა თქმა უნდა არ არსებობენ. ო, მოლაპარაკე სატვირთოები. ძალიან სასაცილოა. ბარსიკ. კის. ისევ სადღაც გაიქცა სულელი. ნახამ დავეცი. საგანგებო შემთხვევა, კოშმარია, ტრაგედია. ზერ, შვიდად, თან მიმდევრობით მოგვიყევი ყველაფერი. მე მოვფრინავ, ის კი მოძურავს. ვინ მოძურავს? ტივი მოძურავს მდინარეზე, ტივზე კი ბარსიკია. მდინარეს ზღვაში ჩაედინება, ზღვა კი ოკეანის უერთდება, იქ კი ზვიგენები ბინადრობენ. ბარსიკი საფრთხეშია. საფრთხეში? ზღვამდე ჯერ ძალიან შორსაა, მაგრამ ბარსიკი უნდა გადავარჩინოთ. ტურბოზავრებო, წინ! ტრაკ,
შეგიძლია მდინარის ფსკერზე გაიარო, ბარსიკს მიუახლოვდე და ნაპირზე გამოიყვანო. შემიძლია. არ შემიძლია, ღრმა არის. წყალი ამღვრეულია, არაფერი არ ჩანს. ზერ იქნებ შენ გამოიყვანო ბარსიკი. ეს ადვილია. რამდენი რამ გამიკეთებია? მე მხოლოდ იმათი გადარჩენა შემიძლია, ვისაც უნდა რომ გადავარჩინო. ბარსიკს კი არ უნდა. უბრალოდ ბარსიკმა იფიქრა, რომ დიდი მტაცებელი ფრინველი ხარ. არწივი. რამე უნდა მოვიფიქრო თუ არა ბარსიკს მართლა ზღვაში წაიღებს წყალი. ანკი, სცადე შენი ის არის გამოსწიო და კაუჭი ჩაუშვა ბარსიკთან. მას მოეჭიდება და ასე გამოიყვან ნაპირზე. არაფერი არ გამოდის. ჩემი ის არის მეტის მეტად მოკლეა. იდეა მაქვს. დინარის დინებას ქვევით უნდა გავყვეთ და იქ საფეხმავლო ხიდი ავაშენოთ. მე და კატია ხიდზე დავდგებით და ბარსიკს გადავარჩენთ. ბარსიკი გვიცნობს და არ შეეშინდება. ამოცანა რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ტურბოზავრებო, წინ! შეხედეთ, აქ მდინარე ვიწროვდება. კარგი ადგილია ხიდის ასაშენებლად. მართალი ხარ ზერ? ახლა უნდა მოვიფიქროთ, რისგან ავაშენებთ ხიდს. შეხედეთ. რამდენიმე ხეა წაქცეული და ზეთკბილების კვალია. თახვებმა გადაღღნეს. შვენიერია, ამ ხებისგან გავაკეთოთ ხიდი. ფიქრობ, თახვები არ გაგვინაწყენდებიან. დინარის ერთი ნაპირი უფრო მაღლაა ვიდრე მეორე. იმისათვის, რომ ხიდი სწორად დაუდგათ, ეს ბორცვი უნდა მოუჭრათ. ბულ, ეს საშენო ამოცანაა. ორი მორისგან ხიდის ძირი გამოვა. მასზე განივ ფიცრებს დავდებთ. თორ ტრაკ, ეს თქვენ უნდა გააკეთოთ. მოაჯირები უნდა გაუკეთდეს. ხიდზე მოაჯირის გარეშე სიარული სახიფათოა. თორ, რამდენიმე ნახრეთი გააკეთე აქ და აქ. მოაჯირს წვრილი ტოტებისგან გავაკეთებთ. ესეც ასე, ის გადაგვრჩენია ხიდი თავის ადგილას დავდგათ, ანკი? ბარსიკი უკვე ახლოსაა. ვერ მოვასწრებთ. არაფერი გამოვა. ბარსიკი ზღვაში ამოყობს თავს. ზღვაში. ანკი, უნდა ვიჩქაროთ. ხიდი აიღე და თავის ადგილას დადე. ზერ, ხიდი უნდა მოატრიალოთ, მხოლოდ შენი იმედი გვაქვს. მაინც ვერ მოვასწრებთ. მოვასწრებთ. საბრალო, შეგეშინდა? შესანიშნავად იმუშავეთ, მეგობრებო. ეს ხიდი კი ხალხსაც გამოადგება, დიდი ხიდი ხომ ძალიან შორსაა. ზერი დღეს ნამდვილი გმირია. ბოლო მომენტში შეძლო ხიდის შემოbrunება. მე რა გავაკეთე? თახვები რომ არა? დღეს სამი გმირი ყავს, 2 თახვი და ზერი. ნამდვილი არწივია. ესე იგი, ბორისი და ფედია ისევ გაბრაზებენ? დაიდანო რამ რობოტი უყიდა და გამუდმებით ტრაბახობენ. ამაგარია, 21 საუკუნე. მართლა ძალიან მაგარია. თქვენც რომ მქონოდათ ასეთი, ერთად ვითამაშებდით, მაგრამ ვფიქრობ თანამედროვე ტექნოლოგიებში ვერ გაერკვევით. ძალიან ულამაზოს აქციელია. ეს მეგობრობა არ არის. ერთი იდეა მაქვს, ტრაკ. შეიძლება გთხოვო რომ მიხვდი არა? ტურბოზავრებო, წინ. მე რობოტი ვარ, ტრაკი მქვია. რა ნიჭიერი ყოფილხარ?
მეშინია. ნუ გეშინია, საშიში არ არის. მე რობოტი ვარ. ტრაკი მქვია. რა, ის ლაპარაკობს. ბუნებრივია, უკანასკნელი მოდელია, ყველაზე თანამედროვე. ბებიამ გვაჩუქა. კარგი საქციელისთვის. ბევრი რამ შეუძლია. აი შეხედეთ. ცეკვაც იცის. ძალიან მაგარია. მარჯიშებიც იცის. ყველაფრის აწევა შეუძლია. თუ გინდა შენც აქცევს. არა. ნუ გეშინია. ყველაფერს ვაკონტროლებთ. ოიცადე, რობოტს შენ არ მართავ, ეს ხომ თქვენი მანქანის პულტია. ის რა, თვითონ მოძრაობს? ხო. ეი და ნორა! რა ხდება, რა ხმაურია? დეიდა! გვიშველეთ! რობოტი მოგვდევს! რობოტი არ მოგდევთ. შვიდად დგას. ეს კი არა სხვა რობოტი. უზარმაზარი საშიში კბილებიც აქვს. ვიცოდი რომ ეს ათამაშოები კარგს არაფერს მოგიტანდათ. თქვენ კი გვიყიდეო. კი, მაგრამ დეიდა. მართლა მოგდევდა, გეფიცებით. ხო, ბიჭებო, ფანტაზიორები ხართ. ხო, მაგრამ ეს სიმართლეა. კარგი, გაჯას და პეჯას ვკითხავ. თქვენც ნახეთ საშიში რობოტი? არა, დეიდა ნორა, საშიში არ გვინახავს, ხომ ესეა პეჯა? არა, არ გვინახავს. ხედავთ? არანაირი რობოტები არ არიან. მორჩა, შეგიძლია გამოხვიდე. მე რობოტი ვარ. ტრაკი მქვია. ახლა კი ყველაფერი თავის ადგილზე უნდა დავაბრუნოთ, რომ არავინ არ ჩავარდეს. ბოლი ორმოს ამოვსებს, თორი და ტრაკი მიწას დადგებნიან. მე რობოტი ვარ. ტრაკი მქვია. იპოლიტ, ნუ ცელქობ. იცით, გუშინ ჩვენს პარკში ვსეირნობდი. ნეტავი იქ სათვალიერებელი კოშკია ეშენებინათ. მაშინ ზევიდან მთელი ჩვენი ლამაზი ქალაქი გამოჩნდებოდა. იდეა მაქვს. ძველი კოშკი გახსოვს? შეგვიძლია სათვალიერებელ კოშკად გადავაკეთოთ. იპოლიტ.
დღეს რა უნდა გავაკეთოთ? დღეს ჩვენ დღეს ჩვენ კოშკს გადავიტანთ. რა? სად? რა? რომელი კოშკი? ყალსაწნევი. წამოდით, გზაში ყველაფერს მოგიყვებით. ტურბოზავრები ყოველთვის მზად არიან მეგობრების დასახმარებლად. აი ისიც. რა მაგარია? აბა რას გეუბნებოდით? მაგარი კოშკია რა. ეს კოშკი ტრაქზე მაღალია. ვერ ავწევთ. ვინ ვერ აწევს? აბა ახლა მიყურეთ. ტრაკ მოიცადე. ახლავე აგიხსნით ყველაფერს. აი რა მოვიფიქრეთ. ჯერ თორი ტერიტორიას გაწმენს. შემდეგ ტრაკი და ანკი სახურავს მოხსნიან. შემდეგ ტრაკი მოხსნის სარტყელებს. თორი კი ფუნდამენტს გაათავისუფლებს. ტრაკი და ანკი კოშკს ნაწილებად დაშლიან და ბულის პლატფორმაზე დატვირთავენ. რა კარგი ნატურმორტია? საოცარი მსგავსება. ამოცანა გასაგებია? მაშინ ტურბოზავრებო, წინ! თორ, შენი ციცხვი გამოიყენე. Атки, выдвини стрелу. ჯანჯიკები უნდა შევინახოთ, თორემ დაიკარგება. შვიდად, ახლავე შევინახავ. ტურბოზავრებო, წინ! ჯობია წავიდე, ფოტოები გადავიღო. Мост очень низкий. ხიდი ძალიან დაბალია. ტრაკი მის ქვეშ ვერ გაივლის. ერთი იდეა მაქვს. ახლავე გაჩვენებთ. უცნაურია. გუშინაც გავიარე აქ და ეს კოშკი არ ყოფილა. პეტია და კატია რას აკეთებენ აქ? ალო? იცით, რომ პეტია და კატია ქალაქში წყალსაწნევი კოშკით დასეირნობენ? რა თქვით? იპოლიტ, მომყევი. მეგობრებო, კარგი გამოვიდა რა. მაგარია. ო, მაგარია. კი, მაგარია. კოშკი მოძებნე, ტობიკ, მოძებნე. აი, სად ყოფილა. ტობიკს ვერ დაემალებით. პეტია, კატია, აი სად ყოფილხართ? პებია, მე და კატია ვუყურებდით როგორ დგამდნენ სათვალიერებელ კოშკს. საოცარია. გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, კოშკი კი უკვე დადგეს. სასწაულია. სასწაულია. რა თქმა უნდა, სასწაულია. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.